დღემშვიდობისა, ბატონებო და ქალბატონებო. გრძელდება ჩვენი ფორუმი. ორი სიტყვით შეგახსენებთ დღის წესრიგს. დღევანდელ დღეს ჩვენ ვიწყებთ საუბრიდან ჩვენი ქვეყნის რეგიონებში როგორ შეიძლება დაბრუნდეს ქართული ქანდაკება უკვე განახლებული თავისი სახით, თავისი იერით. ამისთვის ჩვენ მოწვეული გვყავს ბატონი ზაზა სიმონია, ბატონი კახა ნიაური, ბატონი ლევან თარგამაძე, ბატონი ლადო ვარდოსანიძე, თითეული ამ ადამიანის დასწრება უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთაც ხელაწიფებად არა მარტო აზრის გენერირება, არამედ მისი განხორციელებისთვის ყველა შესაბამისი ხელსაყრელი პირობის შექმნა. მოგეხსენებათ, საქართველოში ძეგლის დადგმა ძალიან რთულ პრობლემატიკასთან არის დაკავშირებული. ამ ჩვენი სასაუბრო სამსჯელო ნაწილის მერე ჩვენ მოვისმენთ ბატონი შალვა ბერძენიშვილის გამოსვლას დაკავშირებულს დადებით გამოცდილებასთან, უახლეს გამოცდილებასთან, რომელიც დღეს უკვე გვაქვს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბატონი შალვა არის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე და უშუალოდ მისი თავოსნობით განხორციელდა ორი პროექტი. უბრალოდ განხორციელების ფაზაშია, დასრულებისკენ მიდის ორი პროექტი და აი სწორედ აი ამ ბმაზე, ანუ რა გვინდა და როგორ გაკეთდა და რა გამოცდილება დღეს ვისაუბრებთ. და შემდეგ უკვე სხვა ნაწილებზე გადავალთ, გავაფორმებთ ორ მემორანდუმს ჩვენ მეგობარ ასოციაციებთან და კომპანიებთან და შემდეგ გვექნება დიზაინერებთან შეხვედრა, გალერისტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც კერძო კოლექციებთან, კერძო სტრუქტურებთან აქვთ უშუალო შეხება და აქაც ქანდაკების რეალიზაციის გზებზე გვექნება საუბარი. შემდეგ კი ბოლოს იქნება დაჯილდოება და კაი სადღეგრძელოები. ეხლა ვთხოვ ბატონ ლევან თარგამაძეს ორიოდე სიტყვით გაგვაცნოს თავისი, ასე ვთქვათ, პოზიცია, თავისი ხედვა და ნელ-ნელა როგორც გნებოთ, წანდებოდ, როგორც გაგიხარდებათ. გამარჯობათ. პირველ რიგში ჩემთვის დიდი პატივია ესეთი საზოგადოებას წინაშე სიტყვით გამოსვლა, ესეთ მნიშვნელოვან დღეს. ძალიან საინტერესო ნამუშევრები დავათვალიერეთ. ძალიან ესეთი ღონისძიება არის მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა მადლობა მოვახსენოთ ბატონ ლევანს, თავის ასოციაციის ყველა წევრს და მოკლედ ესეთი დიდი სამუშაოსთვის, რაც გაწია ამ ასოციაციამ თავიანთი გულშემატკივრებთან ერთად. რაც შეეხება ქანდაკების საკითხს მოკლედ რეგიონებში, რაზეც ბატონმა ლევანმა ახლა ხაზი გაუსვა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება თავისთავად ეს საკითხი თუ პოვებს განვითარებას და აი როგორც ახალციხეში გმირთა მემორიალი შედგა, მოკლედ ეს დიდი მნიშვნელოვანი სკულპტურა და გიორგი ბრწყინვალის ძეგლიც უნდა დაიდგას ალბათ ახლო მომავალში, ისე გარკვეულ რეგიონებში მოხდეს ესეთი ანალოგიური პროექტების ხორჩესმა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი თავისთავად ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის იდენტობის კუთხით, რაც იმიტომ რომ ძალიან ისეთი სურათი არის, რომ ამ დარგს, ამ კულტურის, ამ მიმართულებას სფეროს ჭირდება მხარდაჭერა თავისთავად და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქართული კულტურის იდენტობისათვის კიდევ ერთხელ. და მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ აი ბატონ ლევანს, ასოციაციის წევრებს და ყველა იმ მოქანდაკეს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ წარმოდგენილ ნიმუშებში. რაც არის ძალიან დიდი ძალისხმევის, შრომის, ენთუზიაზმის და ესე ვთქვათ ჩიშველი ენთუზიაზმის შედეგი და რაც ნახეთ დღეს. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ბატონ ლევან. მე დამსწრე საზოგადოებას ვეტყვი, რომ ბატონი ლევანი არის სამშენებლო კომპანია საბა კონსტრაქშენის წარმომადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ბატონმა ლევანმა თავისი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, რომ მოეძებნა ისეთი ასოციაციის არსებობის შესახებ არც გონდა ინფორმაცია, მაგრამ მოეძებნა ისეთი ადამიანები, ისეთი საზოგადოება, ისეთი სივრცე, სადაც კომპანია, რომელიც არის გამარჯვებული სახელმწიფო ტენდერში და ევალება ამ გამარჯვების შედეგად 63 ხო თუ არ მეშლება თუ 64 მუნიციპალიტეტი. ხო 21 მუნიციპალიტეტში სამუშაოების წარმოება და სწორედ აი სასიხარულოა ის, რომ ამ ადამიანს ამ კომპანიას ზოგადად გაუჩნდა ესეთი სურვილი, რომ მოუხმოს ქანდაკებას. არა გამწვანება, არა ბორდიური, არა სკამი, არამედ ქანდაკება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა რაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ბორდიურის გამწვანებაც, სკამიც ძალიან სასიხარულოა და ძალიან გჭირდება, მაგრამ ქანდაკება არის გვირგვინი აი ამ კეთილმოწყობის და აი ამ სივრცის, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის. ბატონებო, გთხოვთ, ბატონო ზაზა, თუ გაქვთ სურვილი გამოთქვით თქვენი აზრი, იმიტომ რომ ბატონი ზაზა არის მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც თავად კურირებს აი ამ პროექტს, ამ დიდ პროექტს, რომელიც პრემიერის ინიციატივით არის წამოწყებული და გთხოვთ ბატონო ზაზა, ორიენტი სიტყვით. ჩასართავი. მოგესალმებით მეგობრებო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელ ინიციატივაზე დაპატიჟებისთვის. ბატონ ლევან, დიდი მადლობა. ინიციატივას, როგორც თქვენ ახსენეთ, ქვია გადავარჩინოთ ქართული ძეგლი და გავიმეორე ბატონი ლადოს სიტყვებს, შემოსვლისთანავე იგრძნობა, რომ გადარჩენილი არის ქართული ქანდაკება ბოდიში. ძალიან კარგი ინიციატივა არის, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტრუქტურა იმუშავებს იმ გარემოებებზე, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ყველგან თუ არა უმეტეს ნაწილში იყოს იმ ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრები განთავსებული შეძლებისდაგვარად. დიახ. დიდი მადლობა. გენაცვალეთ, დიდი მადლობა. ბატონი კახა გახლავთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ურბანული სამსახურის თუ შეიძლება აი თქვენი ხედვა და მე ბატონი ლადო ამას ყველაფერს მეცნიერულად შეასხამს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოხარული ვარ, რომ ვესწრებით დღევანდელ დღეს ამ ორგანიზებას. ეს არის არაჩვეულებრივი ინიციატივა, რადგან გარკვეული პერიოდი და საკმაოდ დიდი პერიოდი ეს შემოქმედი ადამიანები იყვნენ ნაკლები ყურადღების ქვეშ და ისინი მიუხედავად ამისა თავის მოღვაწეობას აგრძელებდნენ, როგორც დღევანდელმა შედეგმა გვიჩვენა და არა პასიურად, არამედ საკმაოდ ენერგიულად, როგორც ჩანს. და ეს ძალიან სასიამოვნოა და გასახარია. ქანდაკება ზოგადად არ არის მხოლოდ კულტი, ხო? ქანდაკება არის შემოქმედება, რომელიც გამოხატავს იმ შემოქმედის სულს და ის ასაზრდოებს საზოგადოებას შემოქმედებითი თვალსაზრისით. რაც დღეს ასე ვთქვათ, საკმაოდ აკლია საზოგადოებას. აკლია იმიტომ, რომ გადართულია სხვა ყოფით პრობლემებზე, გადართულია შეიძლება ითქვას პოლიტიკურ აჟიოტაჟში მათ შორის და საკმაოდ დიდი ნაკლოვანება ამ მიმართულებით. ეს არ ეხება მხოლოდ მუნიციპალიტეტებს და მხოლოდ რეგიონებს, თბილისში არანაკლები, ასე ვთქვათ, სიმცირეა ამ მიმართულებით. ქანდაკება იძენს ერთგვარი დასახლებისთვის სიმბოლოსაც. კი ბატონო. გარკვეულწილად ეს სიმბოლო ხდება
მახასიათებელი ამ დასახლების და ნიშანი სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება მე გაიზარდოს და უფრო მასშტაბური გახდეს, ხო? გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვაძლევს საზრდოს ჩვენი შვილების პატარების აღზრდაში მათთვის ეს უფრო მეტია ვიდრე ქანდაკება, ხო? ისინი რომელიც ეძებენ ამ ნამუშევრებში, რომელიც ნახულობენ კიდევ და მათი სტიმულია მომავალი თაობისთვისაც ასე. მე მოხარული ვარ დღეს დიდი მადლობა. დღეს შედგა და იმედი მაქვს, რომ განვითარდება, მეტი საშუალება მიეცემათ, რომ თავის შემოქმედება არა მხოლოდ დარბაზში გამოფინონ, არამედ მან ნახოს ადგილი საზოგადოებაში და ქალაქებში, სადაც შეიძლება ყველა ისიამოვნოს სამხანაგლებით. მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო კახა. ბატონი ლადო, ორიოდე სიტყვით თუ შეიძლება გითხარით. მოგესალმებით ყველას. დღემშვიდობისა. სიმართლე გითხრათ, მე საკმარისი დრო არ მქონდა, რომ მომზადებულიყავი ავიტორესთან. ჩვენი ბრალია ბატონო ლადო ბოდისკი. ხელოვანია. მაგრამ როიტყვიან, აი მოხზე ჩამოვწერე თეზისები, რომელიც შეიძლება გახდეს ჩემგან კარგი სერიოზული სტატიის სხვა საფუძველი. რომ აუცილებელი არა მარტო ასეთ შეხვედრები, არამედ პუბლიკაციებიც არის საჭირო და რაც თავარია პოლემიკაა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი ხელოვნება, დღევანდელი ქართული ხელოვნება, თქვათ, მიეჩვია იმას, რომ სხვადასხვა აზრები გამოიწვის, სხვადასხვა მოსაზრებები, თქვათ, ეჯახება ერთმანეთს და ეს აბსოლუტურად ნორმალური ამბავია. ამიტომ ჩემი, თქვათ, ეს მოხსენებას ვერ დავარქვევ, მაგრამ თავისუფალი მსჯელობა თეზისურად თუ შეიძლება ასე ითქვას და შეიძლება ითქვას ისიც, რომ გარკვეული ნიშანსვეტების დასმა შესაძლო შემდგომი ამ დისკუსიის, პოლემიკის განვითარებისა. მით უფრო რომ ორიენტაცია არის ჩვენს მუნიციპალიტეტებზე, როგორც მე ვიცი და გავიგე, ეს არის ძალიან დიდი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, რომ მუნიციპალიტეტს უნდა მიეხედოს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ესე იგი საქართველოში ყველგან უნდა იცხოვრებოდეს. დღეს ამას ჩვენ ვერ ვიტყვით. თბილისის და ბათუმის გარდა ალბათ ქუთაისიც კი, ქუთაისი ეს ჩვენი ვთქვათ ეროვნული მოდერნული კულტურის ასე ვთქვათ აკვანი, ხომ? განიცდის სასტიკ დეპოპულაციას, იცით ეს? ამის კომპონენტები მრავალია, ეკონომიკას თავიდანვარებად, მას შორის სწორედ ის ფაქტორული გარემო, ის ცხოვრება და ასე შემდეგ, რომელიც ესაჭიროება უკლებლივ ყველა ჩვენს მუნიციპალიტეტს. ახლა იმასაც დავიწყებ იმით, რომ ქანდაკება და ქალაქი, ასე ვთქვათ, უდიდესი ტრადიციის თემაა, მოდის ანტიკური ხანიდან, ესე იგი რენესანსი, შემდეგ აუშვათ 19 საუკუნის თბილისში შემოსული უკვე ქანდაკება, საქალაქო ქანდაკება, ახსოვთ თქვენ ვორონცოვის ქანდაკება იყო, პუშკინის ქანდაკება, ერთ-ერთი პირველი რუსეთის იმპერიაში, შემდეგ ჩვენი ეროვნული ქართული თემა შემოდის უკვე საბჭოეთის პერიოდში, ეგეც ასამალი არ არის და დღეს ჩვენ აი მოწვენი ვართ თუნდაც ისეთი გამოფენისა დღეს რომ ვიხილეთ. ისეთ რა არის ქანდაკება, რა თქმა უნდა, ვერთანხმებით ჩემ პატრიცებულ კოლეგებს, რომ ქანდაკება გარკვეულ ემოციებს უნდა იწვევდეს, კონოტაციას უნდა იწვევდეს ადამიანში და რაღაცა ფიქრის გზაზე აყენებდეს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ შემოვირბინე ეს გამოფენა, შემოვირბენით, ოდიშულტი ავტორებს, შეიძლება მეტი ყურადღება უნდა დამეთო თითოეულისთვის, მაგრამ შევჩერდი ერთ პატარა, ასე ვთქვათ, პატარა ქანდაკებაზე პეპელა რომ ქვია. საკვისკვით ხო? იმ წუთას თავში გამიელვა ცნობილმა მეტაფორამ კი არა და ფორმულამ, რომ აი ავსტრალიაში პეპელანო დაიქნიოს მთები, მთელ მსოფლიოში გავრცელდება ეს. ანუ ჩვენი მსოფლიო არის ურთიერთდაკავშირებული ერთმანეთთან და სწორედ ქანდაკება იმისაა, რომ ეს ემოცია, ეს კონოტაციები, ეს პარალელები, რაღაცა დაელვების საშუალება მოგვცეს. ახლა მინდა გავუყვე მაინც სტრუქტურულად, ვინაიდან რადგან ესე იგი ჩემი წარდგენა ისე მოხდა, რომ თითქოს მეცნიერულად შევძლებდი რაღაცის თქმას დღეს, მაგრამ შევეცდები, რომ რა თქმა უნდა, სტრუქტურირება არის აუცილებელი ყველა თემის, მათ შორის ჩვენი დღევანდელი საუბრისაც. პირველი და მთავარი, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ იგი ქანდაკება ქალაქში განსაკუთრებით არის იდეოლოგიის ნაწილი. ეს აქსიომაა, ეს კარგად ესმოდა ესე იგი საბჭოეთს,
თუ საბჭოეთიდან დავიწყებ ჯელობას და არა ადამიანებთან და სხვა შორის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციაში იგი ერთ-ერთი კომპონენტი იყო მონუმენტური პროპაგანდის პროგრამა. რომელიც ნაწილობრივ გეგების ნაწილიც იყო თუ დამეთანხმებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელი ფასი ჰქონდა ამ დოკუმენტს. ანუ ის ხელისუფლება, ის ტოტალიტარული ხელისუფლება ფიქრობდა იმაზე, რომ გამტკიცება ჭირდება ნებისმიერ იდეოლოგიას. ეს კარგად ესმოდა ტოტალიტარ რეჟიმებს განსაკუთრებით, ცოტა ჩვენში ახლა ეს ცოტა არ იყოს, თქვათ, მოისუსტებს ეს მიმართულება ცენტრალურ ხელისუფლებას, ასე თქვათ, ვახსენებ, რომ ეს არის აუცილებელი და ერთ რამეს გეტყვით, რაზედაც გული დამწყდა. ჩვენ ამ 3 წლის წინ ვიზეიმეთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი. რაში აისახა ეს ქალაქის გარემოში, რომელიმე ტყვით? თუ არ ჩავთვლით რაღაცა მცირე ჩარევას ახალგაზრდობის სასახლის, თქვათ, პარკის რაღაცა მინიმალური დოზით. ეს დიდი შეცდომაა, ისტორიული შეცდომაა. განურჩევლით იმისა, როგორ ვაფასებდით ჩვენ ასე ვთქვათ, მენშევიკურ თუ სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას, ეს იყო ისტორიული აქტი 100 წლისთავი. საამისოდ ჰქონდა მოფიქრებული ერთი იდეა, ამასაც მოგასვენებთ ალბათ შემდგომში, თუ ამის საშუალება იქნა. იდეოლოგიის თვალსაზრისით მოგესწრებათ, რომ საბჭოეთიც კი ასე იგი შებოდა ადგილი, ვთქვათ, ეროვნული იდეოლოგიის განსამტკიცებლად და თუნდაც ავიღოთ ალგეთის ლეგობის ძეგლი, დაუშვათ რა. ეს არის გამოხატულება ქართული ერის ნებისა, რომ დაიცვას თავის ტერიტორია, დაიცვას თავისი კულტურა, თავისი ინტერესები და ასე შემდეგ. უნდა გითხრათ, რომ აი სულ ბოლო ხანს გახსოვთ თქვენ მარნეულში აირია საქმე, ცოტა ქანდაკებასთან დაკავშირებით, გვარს არ ვასახელებ, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ქანდაკება იყო და მოხდა იქ რაღაცა შეჯახება. ამ დროს ამის გადაწყვეტა შეიძლებოდა ძალიან ადვილად და სხვა შორის წერილიც მივწერე ჩვენ სამინისტროს, როგორ შეიძლება რა ფორმულა უნდა იყოს. უნდა შეცვლილიყო იმ ბოლშევიკის ქანდაკება მირზა ფათალი ახუნდოვის ქანდაკებით. ანუ აქ ვიჭერდით ორ კურდღელს, თუ შეიძლება ასე ითქვას, აზერბაიჯანის მოსახლეობასაც ვაკმაყოფილებდით და ამ დროს მოიხსნებოდა ის საბჭოური გადმონაშთი ქანდაკების სახით. ახლა იმასაც ვიტყვი, რომ მირზა ფათალი ახუნდოვი რატომ იყო ჩვენთვის საინტერესო, რომ განსხვავებით იმ ბოლშევიკისგან, ვის ქანდაკებაც იდგა, რომელსაც არ მოღვაწეობა არ ქონია საქართველოს საერთოდ, უფრო ბაქოში მოღვაწეობდა, მირზა ფათალი ახუნდოვი იყო, ასე ვთქვათ, თბილისის გუბერნატორის და თბილისის, ასე ვთქვათ, მეფის ნაცვლის მრჩეველი და რაც თავარია, ანტიკლერიკალი იყო. ანტიკლერიკალი იყო იქამდე, რომ მის გასვენებას მოლები არც დაესწრნენ. ასე იგი, აქ მის რაციონალურ მხარეს, მის დემოკრატიის გაესწრებოდა ხაზი, მაგრამ საამისოდ მუშაობა უნდა მუნიციპალიტეტთან, იმ ეთნიკურ უმცირესობასთან. ეხლა რა ხან ამ თემას შევეხე, იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი მეზობლები ამას ძალიან კარგად, ვთქვათ, აკვირდებიან ამ პროცესებს და ვიტყვი, რომ თბილისში არის გეიდარ ალიევის ძეგლი, არაჩვეულებრივად მოვლილი, დარწმუნებული, რომ ყოველ დღე ვიღაც აპრიალებს მას და ყვავილებს უდგავს, ხელოვნურია და ბუნებრივად სხვა საკითხია. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ჩვენი ძეგლების მიმართ და პლუს კიდევ ბაშიც არის, რა ქვია, რუსთავშიც არის მისი, რა ქვია, ახუნდოვის ალიევის ძეგლი. თითქოს რა უნდა, ხო, პრინციპში, მაგრამ ეთნიკურად ისეთი ტერიტორია რუსთავი და შემოგარენი, ხო? ქვემო ქართლის ზოგადად რომ იქ იდეოლოგიური დაფუძნება, ასე ვთქვათ, ჩვენი მეზობლებისთვისაც საინტერესო ყოფილა და ასეთი, ვთქვათ, ამბავი ამ შემთხვევაში. მაგრამ ნახან რუსთავი, ხო? ესე იგი რუსთავში არის ერთი ძალიან საინტერესო ძეგლი, საინტერესო თავისი, თქვათ, შეიძლება მხატვრული სახით ჩვეულებრივი, კარგი, გამაჯერებელი, მაგრამ იდეური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. ეს არის ჟიული შარტავას ძეგლი. აი, ავტორი აქცენტდება ბატონი. აქცენტდება, ხო? კი, გილოცავთ. დიახ, არ ვაფასებ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარგი ძეგლია, ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის, რომ არც ერთ რუსთავას არ უჩნდება წინააღმდეგობა ამ ძეგლის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჟიული შარტავა იყო, ძირითადად იყო საბჭოთა პერიოდში მოღვაწე და თავის ხანმოკლე გმირული, ასე ვთქვათ, მოღვაწეობით, მან ისტორიაში შევიდა როგორც ეროვნული გმირი და საფოსტო მარკას არის გამოსული მისი. ასე რომ ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც ჩვენში უნდა განვითარდეს. დიახ. შემდეგ ძალიან მტკივნეული საკითხია, მოგეხსენება თქვენ
თქვათ იოსებ სტალინის ძეგლის ამბავი. არ შეიძლება ქართულმა საზოგადოებამ თავის დროზე უნდა გაეშალა მსჯელობა ამის თაობაზე. რას აკეთებენ სხვები? ჩვენზე უფრო დაზარალებული პოსტსაბჭოური რესპუბლიკები, ბალტიას გულისხმობ, ხო? არ არის იქ თქვათ ძეგლების ასე ნგრევა, გადაგდება საწყობზე და სათუა დაგდება, ამას იძენს კონკრეტული ადამიანები, აკეთებენ ხანდაკების პარკს, როგორც ილუსტრაცია იმ სხვადასხვა პერიოდისა. და ძალიან საინტერესო ხერხი იხმარა ახლა თვალწები უკრაინის ხელისუფლებამ. შავ ზღვაში ჩაძირა ეს ასე ვთქვათ საბჭოთა დროინდელი ხანდაკებები და დაივერების დასათვალიერებელი ადგილი გახდა. ძალიან საინტერესო. თან ედება ეს ისინი რა ქვია, ხავსი ედება, შემდეგ ეს ხამანსკებია თუ რაც არის. ამიტომ ეს გარკვეული მიდგომა არის აი ამ თვალსაზრისით. მე ამ ვთქვათ გორის ძელს კიდე დაუბრუნდები სულ ბოლოს რაღაცა კოდის სახით მინდა დაუბრუნდე, მაგრამ უნდა ვთქვა რომ ასე ვთქვათ ასე მცირერიცხოვანი ჯგუფის გემოზე არ უნდა ასე ვთქვათ დარღვეული იყო ის კომპოზიციას გულისხმობდა არა იდეოლოგიას ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ასე იგი 50-იან წლების დასაწყისში გორში მიმდინარეობდა ძალიან დიდი რეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც ინტერესს დღესაც იწვევს და უცხოელები, გერმანელები ახლაც კითხულობენ, აბა მასალა მოგვაწოდეთ, როგორ იყო არქიტექტურა, როგორ იყო ასე ვთქვათ კანდაკების საკითხი და ასე შემდეგ. რა შეიძლება ითქვას კიდევ ამ თვალსაზრისით? დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძეგლის ქალაქგეგმარებით გადაწყვეტას. ანუ აქ ცოტა არ იყოს არქიტექტორები, ურბანისტები დავიჩაგრეთ. პრაქტიკულად ინიციატივა არის ყოველთვის მოქანდაკეების ხელში და სამადლოდ არქიტექტორებს აკეთებიებენ, ასე ვთქვათ, დიახ, პოსტამენტს, ანუ კვაცბეკს და ეს ითვლება რომ აი თანაავტორობა არის და ასე შემდეგ. არ არის ეს სწორი. ორიენტაცია, განათება, ბუნებრივი განათება, ხელოვნური განათება თუ გნებავთ, ორიენტაცია არა მარტო ქვეყნის გეოგრაფიული მხარეების მიმართ, არამედ პოლიტიკური მხარეების მიმართაც. მაგალითს გეტყვით რომ ყველაზე ცნობილი ხანდაკება კიევში, ვთქვათ ეს არის ბოგდან ხმელნიცკი, პერიასლავლის რადის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი, ლიდერი და რუსეთთან უკრაინის შეერთების ინიციატორი 1654 წელს პირდაპირ მიუთითებს მოსკოვისკენ. ხელია გაშვერილი იქით თავისი თქვათ იმას, ხო? ანუ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ხრივ სრულად გაუგებარია დავუშვათ ბაგრატიონის ძეგლი თბილისში, საიტიშვერს ხმალს, საქართველოს ნავყოფის არისო უდიდესი გადათავარი, გმირი, ეთილშობილი ადამიანი, მაგრამ არა საჩვენო. ესეც მნიშვნელოვანია იდეოლოგიური მომენტი და ამიტომ აგერ ცოტა არ იყო ჩვენი კულტურული ცხოვრება და გარიყულია ეს ძეგლი და თქვათ არ ჩანს და ასე შემდეგ. დიახ, შემდეგ ანსამბლურობა, შემდეგი საფეხური ამ ჩვენი არ ვიტყვი რომ გზამკვლევი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემდეგი ეტაპი კანდაკების გააზრებისა ქალაქში. ანსამბლურობა რას ნიშნავს, რომ ის ქალაქური გარემო სხვა კომპონენტებთან კანდაკებას გულისხმობს, თქო, უნდა იყოს შერწყმული. უწინარესად ეს არის ურბანონიმია. ანუ სახელდება მოედნების, ასე ვთქვათ, ქუჩებისა და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ეს გაბნეულია. პიროვნების ძეგლი სხვაგან არის, ქუჩა სხვა. ძალიან ხშირად არის კი. ხანდახან კონტრასტულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს ეს კანდაკება დაუშვათ და კანდაკების იდეური შინაარსი და მოედნის თუნდაც დასახელება. ადრე, როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლი ივერიის წინ იდგა, ესე იგი ფაქტობრივად პარადოქსული სიტუაცია თქვათ იყო, ვინაიდან ესე იგი ყველაზე დიდი მონარქი, საქართველოს მონარქი რესპუბლიკის სახელობის მოედანზე იყო. ეს არის აბსურდი. ესე იგი არ შეიძლება რესპუბლიკის მოედანზე იდგეს მონარქის ძეგლი. ეს სხვა საკითხია აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ის გადაწყვეტილებას იღებს ურბანისტიკის, ურბანოლოგიის თუ გნება სიღრმეებში ჩახედული არ არის. და ძალიან ხშირად ავტორების ავტორიტეტი წვეთს ყველაფერს ამ შემთხვევაში. არა, ბატონებო. ეს არის საზოგადოების სივრცე და პატრიციონულმა მოქანდაკეებმა, არქიტექტორებმა ჩვენს პატივი უნდა მივიღოთ საზოგადოებრივ აზრს და ქალაქის განვითარების შინაგან, როგორც იტყვიან, იმანენტურ ბუნებას. ეს აუცილებლობა, ასეთი აუცილებლობა არსებობს უთუოდ.
დიახ. ეხლა რაც შეეხება ანსამბლურობას. ანუ კანტაკების მონაწილეობის ურბანული გარემოს სხვადასხვა კომპონენტების შექმნაში და გაერთიანებაში. აქ ერთ ძალიან მტკივნეულ თემას შევეხები. ვიცი რომ ჩემი ღრმად პატრიოტული კოლეგა და ერთ-ერთი ავტორი დავით აღმაშენებლის ასე ვთქვათ კანტაკების ბატონი ვახტანგი დავით გუშინ იყო. გუშინ იყო კი ბატონო. ეს თუ არ ვერ ხედავ თუ არ ხდები. დღეს არ მოვიდა. მაგრამ ნუ ჩემი პოზიცია იცის, აქ ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს პრინციპულად. ალბათ მაგიტო არ მოვიდა. არა მგონია. მეგობრობთ. ვიცი ხომ. ესეთი ვითარებები, სადაც მეგობრობა ცოტა განზე უნდა გაწიოდა, უნდა ისაუბრო ის, რასაც ფიქრობს და საზოგადოება რეალს გამის გადამწყვეტი. ეხლა იცი თქვენ რომ გადაინაცვლა დავით აღმაშენებელმა ერთის მხრივ თვითონ ანსამბლურობას მიუახლოვდა დავით აღმაშენებლის ხეივანი გახლავთ ერთის მხრივ, მაგრამ ყველაფერში SWOT-ი უნდა დავაკეთოთ, არა? ანუ მრავალფაქტორული ანალიზია, საუბარი პლუსია, მაგრამ საკუთრივ ადგილი, სადაც დგას, ესე იგი, მკრეხელობა თუ ჩამეთვლება ძალიან ბოდიშს ვიხდი ისტორიის წინაშე, მაგრამ უდიდესი ჩვენი მეფის ესე იგი დაყენება ავტოინსპექტორის პოზაში ეს არის აბსოლუტურად შეურაცხყოფა ადამიანის, იმ პიროვნებისა და ჩვენი საზოგადოების. არ შეიძლება. მიუდგომელია, ესე იგი, პატივის მიღება ძნელია ამ ძეგლზე, და იცით თქვენ რომ აუცილებელია პატივის მიღების დღეები არსებობს, თარიღები არსებობს, ყვავილების მიტანა და ასე შემდეგ. ასე რომ ფიქრობ რომ ეს საკითხი ამ საკითხს უნდა დაუბრუნდეს ქართული საზოგადოება და ძალიან კარგია თუ არიან პატრიოტული კოლეგები, მოქანდაკეები, არქიტექტორები გამოთქვამენ თავის აზრს. ჩვენ გაგვაჩნია აზრი ჩვენ ურბანისტებს. არ დაგემალავთ თავის დროზე აგერ აკესტრება კოლეგა პაპუნაძე ზიგური და მე ესე იგი შევეცადეთ აგემტკიცებია რომ საუკეთესო ადგილი ამ ძეგლისთვის იქნებოდა მარჯანიშვილის მოედანი. მიზეზთა გამო, ესე იგი დავით აღმაშენებლის გამზირია, არის ერთადერთი მოედანი თბილისში, რომელსაც ჰქონდა შანსი გამختارიყო ანსამბლი. მელიას სახლების კარე ვერ შეიკრა სამწუხაროდ, შემოიჭრა თბილქალაქ პროექტი და ბოლოს შემოიჭრა ქვია მაკდონალდსი. მაკდონალდსის თემა კიდევ სხვა თემაა, მაგრამ თბილისმა დაკარგა იმის შესაძლებლობა ერთი მოედანი მაინც ქონოდა. ნუ კლასიცისტური თუ არა, ყოველ შემთხვევაში მიახლოებული ანსამბლი თბილისში არ გვაქვს არქიტექტურული. თუ გვაქვს მითხარით და გამახსენეთ რომელია. არც ერთი არქიტექტურული ანსამბლი თბილისში არ არსებობს. იყო შანსი, აი სწორედ ამ კანდაკების დადგმით და თქვენ როცა ჩაივლით კიდევ ერთხელ ამ თვალითაც შეხედეთ ძალიან ხოთ რომ ღერძზე რომ დასრულიყო აფია არა მარჯანიშვილის ღერძზე ცოტა იკართულდებოდა, მაგრამ აღმაშენებლის ღერძზე რომ დასრულიყო და გამოჩნდებოდა კანდაკება გოსკინპრომის მოედნიდან იქიდან გამოჩნდებოდა კანდაკება და გარკვეული ვიზიტულობის წერტილიც გახდებოდა და კარგად შეკრავდა არქიტექტურასაც, მათ შორის ხეები რომ მოიჭრა, ძალიან კარგი რამე გაკეთდა, გამოჩნდა არქიტექტურა არ ჩანდა. როგორც ყოველთვის. ხეები როგორი იყო, არ იყო ურბანული ხეები, სხვა საკითხია 30-იან წლებში ვინ ფიქრობდა ამაზე, ურბანული ხე იყო თუ ასე ვთქვათ საპარკე ხეები იყო, სხვა ამბავია, მაგრამ არის ამის შანსი და გაკეთდა კიდეც 3D მოდელირება, ჩვენ გავაკეთეთ, აგერ პატენ აქ არის. მოდელირება გავაკეთეთ და საკითხი არის კვარცხლბეკის სიმაღლის ამბავი. კი ბატონო. პრინციპში. ეს უნდა დაუწყოთ ეს, რა თქმა უნდა, ავტორს ბატონ ვახტანგს უნდა დაეთმოს ეს ყველაფერი და ვფიქრობთ რომ ასე ვთქვათ, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია. შეიძლება დაიგდეს რაღაცა მაკეტი. დაიგდეს და მერე მოიშალოს, ხა, საზოგადოება რომ არა. ანუ, როდესაც ლაპარაკობთ ჩვენ მოსახლეობის მონაწილეობა, ეს მაინდამაინც გენგეგმაში კი არ უნდა იყოს, სადაც ეფექტი ნოლია მოსახლეობის მონაწილეობის გენგეგმაში. ეს მე მკითხეთ და აგერ თქვენ იცით როგორ არის ეს საქმე. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა გამოთქვამდა თავის აზრს. ასე რომ ვფიქრობთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ასე ვთქვათ, ანსამბლურობა და აუცილებელია ამაზე იყოს საზოგადოებრივი მსჯელობა, თუნდაც ასეთ პირობებში ჩვენ რო ვართ დღეს აქ. მასშტაბი. აი აქაც ხშირად გვეშლება. არ აღმოაჩენ ამერიკას თუ ვიტყვი რომ სხვადასხვა მასშტაბის კანდაკება არსებობს თავისი დანიშნულებით. არის ლანდშაფტში განსათავსებელი, არის ურბანულ გარემოში და არის კამერული. დიახ.
და არის კიდევ თქვა მინიატიურები, ეს რომ ნახეთ, აქ ძირითადად ესეთი ხანდაკებია, რომელთა გაზრდა მასშტაბში გაზრდა ყოველთვის კარგ შედეგს ვერ გამოიღებს. რამოცაც აიგო და მივესალმები ავტორებს და გულოცავ ამ წარმატებას. მასშტაბი დაჭერილია კი არა, განწყობა ჟანრი მასშტაბური ხანდაკების არის კარგად დაჭერილი დიდგორში. კი. სადაც არანაირი პრეტენზია არ არის პორტრეტულ გავსებაზე, ესეც ერთ-ერთი დაავადება ჩვენი საზოგადოების გავს არ გავს, ხო? კინოფილმის არ იყოს. ეს უნდა მოიხსნას, რა თქმა უნდა. აქ არის ჟღერადობა გადმოცემული ძალიან კარგად, შვენივრად და მუშაობს ეს რო ითქვია. უარყოფითი მომენტი, უარყოფითი ამის კი არა, საერთოდ მაგალითი უფრო სწორედ მომენტი კი არა, მაგალითი. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ილიას არ გაუმართლა კანდაკებებში. პირდაპირ თქვა, არ გვაპარაკო პირველი სკოლის წინ, ერთად ეს სხვა ამბავია, ეს არის კლასიკური, ნორმალური, ძალიან კარგად დამჯდარი, რო ითქვიან კანდაკება. მაგრამ ნახეთ, ილიას კანდაკება წიწამულში. ესე იგი, ერთის მხრივ არის მცდელობა პროტოტიპის გავსების, მეორეს მხრივ საერთოდ არ არის. საერთოდ არ ჩანს. ესე იგი, კავკადნიერდები, ცოტა იმასაც შემოვიდა, რო ითქვიან, იუმორი თუ ქვია მას თუ ცუდი იუმორი არ ვიცი. ჩემს სტუმრებს, რომელიც მივყავს მე ამ გზით, მეკითხები არის, ვინ დგას ეს? ხო? და პასუხობს სტალინი ერთხო. დიახ. ეს ნორმალური რეაქცია. სტალინი სტალინი. უბრალოდ მეუბნები რომ ბუდიში მოხდეთ ილია. საიდან გავიგოთ ჩვენ რომ ვინ არის და რა არის ასე შემდეგ. ანუ ეს არის საქალაქო კანდაკება დადგმული ლანდშაფტში. დიდი შეცდომა დაშვებული არა მოკანდაკის მხრიდან, არამედ იმათი მხრიდან, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ამ თვალსაზრისით. არ ვიცი, ხატვართა კავშირი იყო, ვინ გადაწყვიტა ეს, თუ როგორ იყო, ამას ვერ გეტყვით. მეორე უკიდურესობა ისევ ილიასთან დაკავშირებული, ეს გახლავთ, აგერ მეცხრე საავადმყოფოსთან კრუგი რო ქვია იმ ადგილს, იქ სწორედ აი ამ რანჟირებით უფრო დაბალი მნიშვნელობის გარემოში უნდა ესე იგი მოხვედრილი იყო ესე იგი ილიას თავი კანდაკება არა ჩანს დაკარგულია და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ რანჟირების დაცვას და როდესაც შევეხებით კონკრეტულ ასე ვთქვათ გარემოს გაწყობას, ამას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. შინაარსობრივი დაცვა. და მასშტაბის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს ფონდს, არქიტექტურულ ფონდს. აქაც გვაქვს ჩვენ ვთქვათ უარყოფითი მაგალითი გალაქტიონი. ადრე ეზო გასამართის ადგილი რო იდგა ისი ცოტა უჩვეულო ისეთი ტანჯული პოზა ვით იხსნებოდა რომ თითქოს ესე იგი ქედან წამოსული სუნი აწუხებს. და სუნი აწუხებდა იცით რა არის ფოლკლორი, ქალაქის ფოლკლორი ყველაფერია. კი, არაფერს არ გაპატიობს. არ გაპატიებს, ანეკდოტი და ფოლკლორი. ეს არის და სწორედ ქალაქის მეხსიერება. ეს ასეთი ფენომენის არსებობს. ასე რომ, ამიტომ არის საინტერესო ეს რომ და დღეს შეცვალეს, მაგრამ შეცვალეს რითი? რაღაცა ბენეტონი აწერია უკან, რაღაცა აწერია უკან. არა რა, მეგობრებო, არ შეიძლება. პატივი უნდა მივაგოთ ამ გარემოს. ესე იგი, აგრეთვე ესე იგი სასოებით ვერი რა იქნება რა გათამაშდება, რა სცენარი, რა არქიტექტურული ვთქვათ ჟანრი შემოიჭრება გურამიშვილის უკან. დიახ, ძალიან აქტუალურია. ძალიან აქტუალური საკითხია. კი ბატონო. ნუ არ არის სასურველი რომ რაღაც უტრირებ, მაგრამ ძეგლის უკან, ესე იგი, გასაფენად რო იყოს თეთრეული გამოფენილი. აი ეს არ შეიძლება. ანუ პატივის მიგების რაღაცა ზონა არსებობს, რომელიც უნდა დაემორჩილოს კანდაკების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიას. ამას ჯერჯერობით ვერ ხედავთ. ხო არ გამიგზელდა? არა, თქვენ ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, როგორც ყოველთვის ბატონოლადო. ძალიან საინტერესოა. გავირვენ მალე და მოვამთავრებ. ხო. კი ბატონო. ეხლავე დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი. რაღა დარჩა რა. დრო ძვირფასია, თან ესეთი მაღალი რანგის ბატონები ბრძანდებიან ჩვენთან და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ კანდაკებების დადგმა მუნიციპალიტეტებში აი ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, რაზეც ბატონმა ლადომი საუბრა, უაღრესად მნიშვნელოვანია. ამით 1, 2 და 3 კურდღელს კი არ ვიჭერთ. ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ, საქვეყნო საქმეს და ეროვნული ღირებულებების
დონეზე გავდივართ სააზროვნო, ასე ვთქვათ, სივრცეში. რეკომენდაციის დამამთავრებია. აუცილებლად. ერთ რაღაცას ვიტყვი ბატონო, აი რაღაც დიალოგის ხასიათი რო იყოს. ძალიან ხო. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბატონებო მუნიციპალიტეტებში, ასე იგი, პროგრამა პირობების ჩამოწერას. ნუ იქნება ეს კაბინეტურად გადაწყვეტილი, ეს უნდა იყოს, ასე იგი, საზოგადოების ჯელობის საგანი. თვითონ კანდიდატების ფორმა და ის კი არა. აი რა თემა, როგორ, სად, რა ფონია, რა იდეოლოგიური დატვირთვა და ასე შემდეგ. ესე იგი, ამ თხოვნით მინდა დამამთავროთ ჩემი გაგრძელებული ბატონო ლადო, ძალიან დიდი მადლობა სწორედ აი შეხვედრაზე, რომელიც ბატონი ლევან თარგამაძის ინიციატივით შედგა ჩვენ ასოციაციასა და საბა კონსტრაქშენს შორის. სწორედ ამაზე იყო საუბარი ბატონო ლადო, რომ ასოციაციის ეგიდით შეიძლება ჩატარდეს კონკრეტული ლოკაციების კონკურსები. ამ კონკურსის მოსამზადებლად აი გუშინაც იყო საუბარი, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ურბანისტიკის კუთხით და რა თქმა უნდა იდეოლოგიური კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამზადებელი იმისთვის, რომ სწორედ შედეგზე გავიდეთ, მაგრამ ეს შედეგი იმდენად ღირებული იქნება, რომ მართლა ჯობია ცოტა უფრო მეტი ვიმუშაოთ, მოვამზადოთ კარგად კონკურსი, მოქანდაკეები ჩავრთოთ ამ სამზადისში, ერთად ვიფიქროთ და მერე გამოვიტანოთ ნამუშევრები განსახილველად. რაც ძალიან ხშირად არ კეთდება, ცხადდება უბრალოდ სახელი ცხადდება და მერე გვაქვს ძალიან რთული არჩევანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არის გაუთვალისწინებელი. აი ნახეთ ბატონმა ლადომ, აი ეს ექსპრონტად რამდენი საფეხური, რამდენი პრობლემა გამოკვეთა აი ამ ასე ვთქვათ თითქოს მარტივი საქმის განსახორციელებლად კანდიდატების დადგმა ქვია. ურთულესი საკითხია. მე იმეც გამოვთქვამ, რომ დიახ კი აუცილებლად. აი ქალბატონი ხათუნა კიკვაძე. მე გახლავართ ხათუნა კიკვაძე, გარდა იმისა, რომ ჯერჯერობით მუშაობ კულტურის სამინისტროში. ვარ ხელოვნებაცოდნე და მაქვს ყოველთვის ხელოვნებაცოდნეები ვითხოვთ ჩვენდამი ყურადღებას და ეხა გეტყვით რატო. უბრალოდ ყურადღებას კი არა, ჩვენი შესაძლებლობების და რესურსის გამოყენებას. თქვენ ბრძანეთ, რომ 21 მუნიციპალიტეტში გაქვთ მოგებული ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის. მე არ ვიცი, რომელია კონკრეტულად ეს მუნიციპალიტეტები, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ამ მუნიციპალიტეტების ისტორიას და მის ისტორიული განაშენიანებას, მის ხასიათს, მის რაღაცა ესეთ თვისებებს და ნიშანს, ისტორიულ ნიშანს, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტს გააჩნია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი და ბევრი, ასე ვთქვათ, რაიონული ცენტრი, რომელსაც თავისი ხიბლი გააჩნდა ყველა პერიოდში, დღეს ძალიან უხეშად არის ხელყოფილი გარკვეული რაღაცა თანამედროვე ჩარევებით, ოღონდ არაპროფესიული ჩარევებით. აი ძალიან კარგი იქნებოდა თუ თქვენ თითოეული მუნიციპალიტეტის რეაბილიტაციის პროექტში გაითვალისწინებდით კვლევით ნაწილს. როგორი იყო ის, თქვათ, საუკუნის დასაწყისში, როგორ განვითარდა საუკუნეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და შესაბამისად სამომავლოდ უნდა პასუხობდეს აბსოლუტურად ურბანულ, თქვათ, მოთხოვნებს თანამედროვეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გააჩნდეს და რაც მთავარია იყოს მასში აი ეს ლოგიკური ევოლუციური გზა არქიტექტურულ ურბანული ფორმების განვითარების, რომელშიც რა თქმა უნდა სკულპტურა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენ თუ კი თქვენი მზაობა იქნება ამას ნამდვილად არიან ძალიან კარგი ცოდნეები როგორც ქართული არქიტექტურის ისე ზოგადად არქიტექტურის და თითოეულ რეგიონზე საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული ამ წლების განმავლობაში იქნებოდა ძალიან კარგი ეს კოლაბორაცია რა. აუცილებლად. მადლობა. აუცილებლად. დიდი მადლობა ხალბატონ ხათუნა. მე მინდა აღნიშნო მნიშვნელობა კონკურსისა და კონკურსების და ახლა მე არ მინდა წინასწარ რაღაცას გავასწრო მოვლენებს და რაღაცა გამოვაცხადო, მაგრამ სურვილი მინდა გავაჟღერო, ჩვენი საერთო სურვილი, რომ შეიძლება
გამოცხადდეს რამოდენიმე კონკურსი დასაწყისისთვის. შეიძლება 2-3 კონკურსი იყოს ეს. კონკრეტულ მუნიციპალიტეტების ლოკაციებზე ძეგლის განსათავსებლად, მაგრამ როგორც თქვი, ამისთვის კიდე მუშაობაა საჭირო და ძალიან დიდი მადლობა ბატონებო რომ მობრძანდით, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავუსვამ ხას ამ ჩვენი ფონრუმის მნიშვნელობას წლების მანძილზე ასეთი გამოფენა, ასეთი ყრილობა მოქანდაკეების არ ყოფილა, არ გვინახავს ერთად რა რესურსი გაგვაჩნია და ამისთვის დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას, რომ გაითვალისწინეს, ასე ვთქვათ, ჩვენი აუცილებლობა და მოგვცეს საშუალება, რომ განხორციელებულიყო ეს პროექტი. მოგვცეს საშუალება, რომ აი ესეთი ფორმით მაინც შევხვედროდით, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის აზრი და რაღაცა გეგმა დაგვესახა იმ საერთო საქმისთვის, რომელიც არა მარტო მოქანდაკეებს, არა მარტო урбанистებს, არა მარტო მშენებლებს, არამედ ზოგადად მთელს ქვეყანას წაადგება და ამისთვის დიდი მადლობა. გაიხარეთ და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი დასახული გეგმები განხორციელდეს. დიდი მადლობა. ხო, საკმაოდ ისეთი ის არის, რა ქვია, ცოტანი ვარ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ცოტა. ეხლა ორ ძეგლთან დაკავშირებით მოვძანით ბატონშავა. თუ დარბაზში დავდეთ თუ ისე. თუ როგორც შეგარ. ხო რა ვიცი. მოგესალმებით. პირველ რიგში რაღამ პანდემია ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და ამის შემდეგ უკვე წარმატებას და ყოველივე კარგს. რაც შეეხება ჩვენ გამოცდილებას, ეს ასე ვთქვათ ახალციხეში ამ ორი ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ეს იდეა რამოდენიმე წელია, ასე ვთქვათ, მუსირებდა მუნიციპალიტეტში, ასე ვთქვათ, ისეთ გამოჩენილი ადამიანები, რომელიც ქალაქის მესვეორები არიან, იგივე მერი, იგივე უბრალოდ მოსახლეები გქონდათ ეს სურვილი რა, ანუ გმირთა მემორიალთან დაკავშირებით და ამის ასე ვთქვათ განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტმა მოგმართა ჩვენს ასე ვთქვათ სახელმწიფო წრომონებულის აპარატს და ამის შემდეგ დავიწყეთ უკვე კონკრეტულად ფიქრი თუ როგორ განხორციელებია ეს საკითხები, იმიტომ რომ რამოდენიმე ისეთი კომპონენტიდან შედგება, ხა თქვენ რაზეც საუბრობდით, ძალიან საინტერესო იყო და ეს საუბარი მე ცოტა ადრე რომ მომესმინე, ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, უფრო კარგი რაღაცებზე ვიფიქრებდით, მაგრამ მე არ მგონია რომ ეხლა ჩვენ ცუდი შედეგი მივიღეთ იმ ფაქტორებით გათვალისწინებით, თუ როგორ წავედით აბსოლუტურად ცარიელი ადგილიდან. ანუ პირველი მთავარი ისეთ იმას დავიწყებ, ანუ მომენტის ახსნას, რომ მუნიციპალიტეტში რო გაიდგეს ნებისმიერი რაღაც ძეგლი, ამისათვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტში ძეგლის დადგმის წესი. ანუ რომელიც ინიციირებაც მოვახდინეთ და ეს ასე ვთქვათ დავკავშირეთ ბატონ ლევანს, მას დიდი მადლობა მის გუნდთან ერთად ძალიან აქტიურად ჩაერთო და პირველი რაც გავაკეთეთ ეს არის მუნიციპალიტეტმა ასოციაციასთან გააფორმა მემორანდუმი. იმაზე რომ ერთობლივად ემუშაოთ იმ საკითხზე, როგორ უნდა განხორციელდეს ესეთი პროცესები. მივიღეთ სამუშაო დოკუმენტი ძეგლის დადგმის წესი, ასე ვთქვათ, რომელიც გადავაგზავნეთ შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, იქ მოხდა განხილვა და დამტკიცება ამ წესის. ამ წესის შემდეგ უკვე ამ წესში განსაზღვრული იყო, ანუ თუ ინიციირება როგორ უნდა მოხდეს, ვინ უნდა მიმართოს, ვინ შეიძლება იყოს ინიციატორი ამ ესეთი საკითხების, როგორ უნდა მოხდეს განხილვა, როგორ უნდა ჩატარდეს კონკურსი. და ეს ყველაფერი, როდესაც უკვე ჩვენ საკანონმდებლო დონეზე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოვაგვარეთ, ამის შემდეგ დაახლოებით წელიწადია ხო ლევან ჩვენ ამაზე წელიწადის წინ დავიწყეთ მუშაობა. როდესაც მივედით, ანუ ამაში იყო ჩართული ბატონი ბესო ამირანაშვილი, ძალიან გუბერნატორი, თვითონ ახალციხის მერი ზაზა
მელიქიძე ანუ ძალიან ისეთი ის იყო რა თქმა უნდა მონდომება იყო ძალიან დიდი და მე მგონი რომ ნამდვილად კარგ შედეგზე გავედით მაგრამ ამას ჰქონდა პროცედურული ნაბიჯები ძალიან ბევრი ამ წესის მიღების შემდეგ გამოვაცხადეთ კონკურსი როგორც ესეთი ორი კონკურსი ერთად ჩატარდა და მე მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ კონკურსებში მონაწილეობა მიიღო ერთ კონკურსში რომელიც გიორგი მწყინვალის ძეგთან მიმართებაში იყო 19 მონაწილე იყო და მირთა მემორიალთან მიმართებაში 11 მონაწილე იყო რა აბსოლუტურად ყველას ძალიან დიდი მადლობა ანუ ამასთან დაკავშირებით როგორც კონკურსი ჩავატარეთ შემდეგ გამოფენა ამ ნამუშევრების რომელიც დაახლოებით 10 დღე იყო გამოფენილი ახალციხის ცენტრში გუბერნიის შენობაში და ამაში ასე ვთქვათ მონაწილეობა მიიღო როგორც არა მარტო კომისიამ რომელშიც ქალბატონი ხათუნაც მონაწილეობდა დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის თქვენი ჩართულობა ძალიან საჭირო იყო და ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა კომისიის წევრს მინდა მადლობა უთხრა რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო მაგრამ აქ საინტერესო ის იყო რომ ადგილობრივი ტელევიზია და პრესა მთლიანად ჩაერთო ამაში მოსახლეობის მოთხოვნა იყო ეს რომ ეს ძეგლები დამდგარიყო და მოსახლეობის გამოკითხვა ტარდებოდა ანუ ტელევიზია მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა ვის აქ იყო საუბარი არა მარტო იმ კონკურსანტების ნამუშევრებზე არამედ ლოკაციებზე თუ სად შეიძლებოდა რომ განთავსებული იყო ეს ძეგლები რამოდენიმე ლოკაცია იყო შეთავაზებული და ამის გარდა იყო კიდე ნათქვამი რომ თავისუფალი არის ის არჩევანი თქვა თუ სხვა ადგილს შემოგთავაზებდნენ შემაჯამებელი, როდესაც ის იყო, რომ ანუ გამოფენის დროს იქ არსებობდა ესეთ უბრალოდ ჩანაწერების გაკეთების საშუალება მოქალაქეები რომ მოდიოდნენ თავისი აზრი გამოიხადათ და დაიფიქსირებიათ თქვა თუ რომელი ნამუშევარი უფრო მოწონდა. შემდეგ იყო ანუ კომისიის ხდომა, სადაც ძალიან ისეთი იყო წარმომადგენლობითი ეს როგორც მუნიციპალიტეტიდან, ისე სამინისტროდან, ისე გუბერნიიდან ექსპერტები, სპეციალისტები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამაში ჩართული. თვითონ ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ამაში ჩართული და ეს ყველა საზრი იყო გათვალისწინებული და ისე გამოვლინდა ასე ვთქვი გამარჯვებული. ამას მე მოყვა, ანუ აქ იურიდიულ საკითხებზე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე საკითხი არის რეალურად გადასაწყვეტი იმისთვის, რომ ეს პროცესი უწყვეტად და შეფერხების გარეშე თავიდან ბოლომდე გავიდეს. ამის შემდეგ, როდესაც უკვე გამარჯვებული გამოვლინდა და რაღაცა, ანუ დაფინანსების წყაროზე ასე ვთქვათ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი ეს თანხა და ანუ ცენტრალური ბიუჯეტი არ შეგვიწუხებია, მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა ძალიან ბევრ რაღაცაში, შემდეგ ნაწილშიც კიდე, ანუ როგორი სიტუაცია კონკურსის გამარჯვებულთან პირდაპირ ხელშეკრულების გაფორმების საშუალება არ არის, იმიტომ რომ არსებობს შესყიდვების კანონი. რომელიც ამბობს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს შემდეგ ტენდერი. ერთადერთი ანუ ამის შემდეგ ეს გადაწყვეტა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, მივსულიყავთ იმაზე, რომ გამარჯვებულთან გაფორმებული იყო პირდაპირ ხელშეკრულება, ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვეთ და პირდაპირ შესყიდვის საშუალება მიცეს, ასე ვთქვათ, მთავრობაზე იყო გატანილი ეს საკითხი, რადგან კონკურსი იყო ჩატარებული და შემდეგ მოხდა გაფორმება ამ ხელშეკრულების. ანუ ამ გამოცდილებიდან მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ გამოსავალი არის ბატონ შალვა, მან ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეს მომენტი რა, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მძიმე არის ბატონო ლევან, ყველაზე მძიმე არის მოქანდაკეებისთვის და აქ დამსწრე საზოგადოებაში უშუალოდ გამოცდილება გვაქვს ამისი, რომ კონკურსი ტარდება არ გამოიკვეთება გამარჯვებული, შემდეგ ცხადდება სამშენებლო ტენდერი და იგებს სამშენებლო კომპანია. რომელიც საერთოდ ვერ ხვდება რა არის გასაკეთებელი. ნუ პრაქტიკულად იგივეა, რომ დაევალოს რაღაც სიმფონიის შესრულება ფორტეპიანოზე, აი დაახლოებით იგივე სირთულესთან აქვს საქმე და მაინც იმდენად რამდენადაც არ აქვს რეგულაციები საკანონმდებლო, ამ ტენდერით მიდის საქმე და ავტორი რჩება გარეთ, შესაბამისად შედეგზე ვერ გავდივართ რა. და აი ბატონ შალვას ასე ვთქვათ, აი ორგანიზებით ამას აუარეთ გვერდი და უშუალოდ ის შედეგი მივიღეთ, რომელიც გვინდა. ბოდიში აი კომენტარი გავაკეთე, საინტერესო რო ყოფილიყო, უფრო მოქანდაკეებისთვისაც გასაგები რო ყოფილიყო რა.
გთხოვთ ბატონო შალვა, მოდიშ ნიხტით რა შეგაწყვეტი. ანუ აქ რეალურად ეს შესყიდვების კანონი კონკრეტულ რაღაცებს განსაზღვრავს. ერთადერთი იყო ესეთი საუბარი, რომ პირდაპირ ამ შემთხვევაში კონკურსის შემდეგ შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულება მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ ეს არის ექსკლუზივი. როგორ დავადასტუროთ, რომ ეს არის ექსკლუზივი? მე უბრალოდ ძალიან ტექნიკურ ნაწილებზე გესაუბრებით, შეიძლება ესეთი მომენტია თქვენთვის ძალიან საინტერესო არ იყოს, მაგრამ იმ შედეგზე რომ გავიდეთ, აუცილებლად რომ ავტორმა შეასრულოს, ეს ნაწილებიც უნდა გავიაროთ რა, აუცილებლად ამის გარეშე არ იქნება. ერთადერთი ამის დამადასტურებელი არის საქპატენტმა რომ გაგაცეს დოკუმენტი, რომ ეს არის ასე ვთქვათ ექსკლუზივი, ანუ მისი საავტორო უფლება. ანუ ამ მომენტში ალბათ კარგი იქნებოდა თუ თქვათ ასოციაცია და არ ვიცი როგორ რაღაც სამინისტროსთან ერთად ალბათ თუ ჩამოყალიბდებოდეთ იმასთან რომ როგორ შეიძლება ეს საკითხი საქპატენტთან მოგვარდეს, როდესაც კონკურსში გამარჯვებული რაღაც ნიმუში ქანდაკების შეიძლება იქ საქმის წარმოება დაიწყოს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით და ეს იყოს უკვე ექსკლუზივის ასე ვთქვათ უფლება ექსკლუზიურად ჩამოყალიბდეს, რომ შემდეგ მოხდეს პირდაპირ ხელშეკრულების გაფორმება. ამის გარეშე ეს არის ძალიან რთული პროცედურა. ნებისმიერ შემთხვევაში შესყიდვების კანონთან მოვდივართ წინააღმდეგობაში რა. მე მგონი ერთ-ერთი პირველი რაც აი ამ მასში ნაბიჯია გადასადგმელი სწორ შედეგამდე მივიდეთ და არ იყოს თქვათ ის გამოცდილება რომელიც ახლა ჩვენ მივიღეთ უბრალოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში რა. თავრობაზე ამ საკითხის გატანა და რამაზე დაგჭირდა 2 თვე დაახლოებით ეს რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყო და იქ თანხმობა მიგვეღო. რა თქმა უნდა ეს შესყიდვების სააგენტოც დაგვეხმარა ამაში, ანუ ძალიან სერიოზულად ის გავიარეთ ამას, მაგრამ რეალურად ეს ამ პროცედურას ძალიან დიდი დრო დაჭირდა. ეს ყველაფერი შეიძლება დაალაგდეს ორი რაღაცით რა შესყიდვების სააგენტოსთან არის ეს თემა გასავლელი, მაგრამ პირველი ნაბიჯი არის ალბათ ზუსტად საქპატენტთან როგორ უნდა გახდეს ეს ექსკლუზივი. კი ბატონო. რომ კონკურსის გამარჯვებულს პირდაპირ ექსკლუზიური უფლება ჰქონდეს და შემდეგ აღარ იქნება ეს ტექნიკური პრობლემა. ეს რა არის ალბათო ხატომა? აი ამ შემთხვევაში ხარ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საავტორო უფლებებზე კი კანონიც არის, მაგრამ დოკუმენტის გამცემი უნდა არსებობდეს, ანუ შესყიდვების კანონი იძახის ეს უნდა იყოს ექსკლუზივი. ექსკლუზივი უნდა დადასტურდეს რაღაცით. ექსკლუზივის ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მარტო საქპატენტი იძლევა, რომ ეს არის შესაბამისად კონკურსის დებულებით. თუ უნდა იყოს ჩადებული, რომ ის ასე ვთქვათ ექსკლუზიურია, საავტორო უფლებებით არის დაცული და ასე შემდეგ. არ შეიძლება ასე აუცილებელია საქპატენტის ჩართვა? ნებისმიერ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ესეა, ხო? კი, ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ კონკურსს როცა ავაცხადებთ, კი, ნამდვილად ვიცით, რომ ეს არის. არა, ვიცი მე ეს ყველაფერი, მე რას გულისხმობ იცით, რომ იქნებ რაღაცნაირად ეს თქვათ პატენტის დონეზე არ იყოს თქო და იქ სწორედ საავტორო უფლებები იყოს წამყვანი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საავტორო უფლებები ვინ უნდა დაადასტუროს? აი დამადასტურებელი. სააგენტო საავტორო უფლებების დაცვის, რომელიც არის. არ ვიცი მაგაში კონკრეტულად ნებისმიერი არ იცით რა, ერთად აი კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი, აი მაშინ ძალიან ხშირად ჩვენც ვაწყდებით და კონკურსების ფარგლებშიც და ბევრ სხვა რაღაცა პროექტების ფარგლებშიც, როდესაც შესრულება ჭირდება ამა თუ იმ პროექტს, ხო? ერთადერთი რა გამოსავალიც ჰქონდა ხოლმე მოძებნილი და იქ რაღაცა აი ლავირების საშუალებას ეძლეოდა, იყო, როდესაც ხელშეკრულებაში თქვათ კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, იქ იწერებოდა საავტორო ზედამხედველობა. და გამოდიოდა, რომ თვითონ ავტორი იყო ზედამხედველი ამ ემისი და პასუხისმგებელი. აი ესეთი თემი, ასე რაღაცა ნიუანსებით ვცდილობდით, რომ ის ტენდერი, რომელიც ვიღაცამ უნდა შეასრულოს, იმას ფლათ იმას არ შეესრულებს. დიახ, მესმის საავტორო ზედამხედველობა ამ შემთხვევაში გასაგებია, იქ მაგრამ შემსრულებელზე ნებისმიერ შემთხვევაში ტენდერი იქნება მაინც ჩასწრებული. ხო, და აი მე ხელშეკრულება რო ფორმდებოდა, ის პირობა იდებოდა, რომ ის საავტორო ზედამხედველობა. აი მეტნაკლებად რაღაცნაირად ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ უბრალოდ ისეთ რაღაცაზე, რომ გამარჯვებულთანავე მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება
და მან თავის ქვეშ უკვე მოაწესრიგოს სამშენებლო ნაწილიც, არქიტექტურული ნაწილიც და ანუ მთლიანობაში ის იყოს პასუხისმგებელი და არა ვიღაცა შემსრულებელი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. გვერდიდან მოვიდეს, რომელთანაც მოუწიოს მე ადამიანს. ეს აბსურდის თეატრი, აბსოლუტურად. დი რა თქმა უნდა. ყურადღებით გისმენთ და ცით რა არის, ჩვენ ნუ გვავიწყდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და ეს არის ჩვენი გარემო. საკანონმდებლო ინიციატივა. რაზეა ლაპარაკი? ვიჭირს ამ დარგში? რისთვის არის პარლამენტი? რისთვის არის მთავრობა? ბატონო ხათუნა, თქვენ აქ განდებით და შეგიძლიათ პატივცემულ მინისტრს, ჩვენ ახალ მინისტრს, რომელიც ძალიან ენერგიული ქალბატონია, მოახსენოთ ჩვენი საზოგადოების ყოველ შემთხვევაში ასეთი სურვილი, რომ შემოქმედებით კონკურსს ნუ გაუტოლებენ, რა ქვია, იმას რა ქვია, ცემენტის შესყიდვების ტენდერს. ეს არის პრინციპული მოთხოვნა. რისთვის არის თქვენი ასოციაცია და ჩვენი არქიტექტორთა კავშირი თუ გნება? კიდე ცალკე მოღვაწე მოქანდაკეები, ხატორთა კავშირი. გავერთიანდეთ. შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს, გითხრას უარი. და არავითარი მოლაპარაკება ცალკე იმაზე, რომ რაღაცა გამონაკლის სახით და ასე შემდეგ. არავითარი, მეგობრებო, ჩვენია ეს ქვეყანა, ეს უნდა გავიგოთ. და ჩვენია ეს უფლებები. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო. არა ზუსტად მაგასთან ანუ გამოსავლის ძებნესთან მიმართებაში ყველაზე მარტივი გზა რაც ანუ ჩვენ დავინახეთ ეს არის საკპატენტთან საუბარი. არა, ნებისმიერ შემთხვევაში კონკურსი რომ გამოცხადდეს და უკვე საკპატენტმა რომ მიცეს მას უფლება რომ არ გვინდა საკპატენტი. არ გვინდა საკპატენტი. სხვა ორგანო ჩვენთან უბრალოდ დელეგირებული არა აქ ეს პროცესი. ხო. ანუ ბატონი ლადო შორტკატს გვთავაზობს რომ პირდაპირ კონკურსს უკვე კონდეს. ხო. სხვა შორის ძალიან დაგვეხმარნენ ამ ფორუმის ჩატარებაში პარლამენტარებიც და თვითონ ქალბატონ მინისტრიც ძალიან დაგვეხმარა რომ აი ეს რო ყოფილიყო და მეც დარწმუნებული ვარ რომ სწორედ რო დაალაგდეს აი ბატონი შალვაც ამას ლაპარაკობს ეხა ამას გვითხრობს რომ საჭირო არის ყველა პოზიციის შეჯერება როგორც სახელმწიფოებრივი მოხელეების პოზიციების ასევე საზოგადოების და პირიქით მოხელეები განზევრმა გავწიოთ ამ შემთხვევაში. არა, მოხელეები გვჭირდება, მაგისთვის არიან ისინი, რომ ჩვენ გვჭირდება ისინი. ჩვენ რო გვჭირდება, ხო. ანუ მათი რა თქმა უნდა ბატონი შალვა ამ შემთხვევაში არის ის მოხელე, რომელმაც თავის ხრებზე აიღო აი ამ ყველაფრის გამოწევა, მოწესრიგება. გაუადვილო ცხოვრება ბატონ შალვას. გაუადვილოთ, ცოტა გაგვიჭირდა იყო შედეგიანი თავი არის. საკანონმდებლო ინიციატივა. ხო, კი, კარგია ბატონო ლადო, დიდი მადლობა. მე უბრალოდ არსებულ კანონმდებლობაში როგორ შეიძლება ეს დარეგულირდეს, იმაზე ვსაუბრობ, თორე ამ შემთხვევაში ყველაზე ზუსტად იმის დავასრულებ არა მაგას, რომ ეს შესაძლებელია რომ შეიკვრას და აღარ იყოს ეს რაღაც თვეობით რო არ გაგიზავს. თუ ნებისმიერი ორგანო დაურხოთ საკპატენტი იქნება თუ ეს რაღაც სხვა მომენტი რომელიც ამ საავტორო უფლებას ასე განსაზღვრავს და უკვე შესყიდვების კანონი აღარ იქნება ამის დამაბრკოლებელი და არც შესყიდვების სააგენტო წინააღმდეგ ერწება პირდაპირ ხელშეკრულების გაფორმებასთან. გასაგებია. საავტორო უფლება განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის ოკმა. კი ბატონო, კი ბატონო. შესაძლებელია. არის ყველაზე რეალური რომ აი კომისიას კონდეს მაგის პრეროგატივა. ნუ რეალური ფაქტია რა, ჩვენ ხედავთ რომ ნამუშევარი გამოიტანა ხელოვანთა ჯგუფმა ან ერთმა ადამიანმა და ვიცით რომ ეს მისი ის არის და ის არის ავტორი, ხო მარტივია ძალიან. უბრალოდ აქ იურიდიული ნუანსებია, ბეჭედს ვინ დაარტყამს, ხელს ვინ მოაწერს, ვინ გამოსცემს ამათ თუ იმ დადგენილებას და ასე შემდეგ. კანონი გვაძლევს ამის უფლებას. საავტორო უფლება ჩნდება იმ წამს, როცა გავლებულია ნებისმიერი ხაზი. დიახ. ამის შემდეგ საავტორო უფლება ჩნდება. აი ეს უნდა გავაგებიოთ მოხელეებს. გავაგებიოთ შესყიდვების სამსახურს, რომ აი ხაზი რომ გაივლო ეს უკვე ის უკვე ჩაიწერა. ხო, კი ბატონო, კი ბატონო. გავლების დაწყება. დიახ. მედიდან იქნება საავტორო უფლება. განურჩევლად მის შინაარსისა. დიახ. უბრალოდ დავასრულებ კი, ბატონო შალვა, აი რამდენად აქტუალურია ეს საკითხი. არა, როგორ გეკეთებოდ კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი თვითონ ადგილმდებარეობაზე და რაღაცაზეც მინდოდა მეთქვა ჩვენთან როგორც გამოვიდა რა. ანუ ახალციხე ისედაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქი არის, აქ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ისტორიული ძეგლები, თვითონ ეს სამცხე-ჯავახეთი იმითი გამორიჩევა, რომ ის ისტორიული ასე ძეგლების 1/13-ზე მეტი არის ამ მხარეში
მოგრო აღრიცხული არის მან დაახლოებით 12000 რაღაცა საქართველოში და მარტო 4500 არის აი მაშ ასპინძაში რეგისტრირებული და ნუ დანარჩენი ახლა კიდე დანარჩენი მუნიციპალიტეტებში და აქ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადგმა იმიტომ რომ ის გაიზარდა იმ ქალაქში ბაბუამისთან ანუ ბექა ჯაყელთან და ეს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისთვის სხვათაშორის ერთი პიროვნება არის ორი დღის წინ 80 წელს გახდა ჯაყელი ბატონი ომარ ჯაყელი რომელიც ქალაქის სახე არის ნამდვილად და იმის დიდი სურვილი იყო რომ ეს ძეგლი დაბგარიყო და ამას ასე ვთქვათ ნებისმიერ შეხვედრაზე ნებისმიერ სახელმწიფო მოხელე რომელიც ჩამოდიოდა მაღალ რანგის ყველასთან ამ საკითხს აყენებდა რა და ეს ნამდვილად არ მინდა იმ ადამიანს დაეკარგოს მისი ასე ვთქვათ დიდი სურვილის და დიდი ძალისხმევით იყო ჩადებული არა მარტო ასე ვთქვათ ფუნქციონერების რომელიც იქ სახელმწიფო მოხელეები არიან და ბოლოს იმას ვიტყვი რომ ეს რაზეც სადაც მივედით არის ის რომ ერთი გმირთა მემორიალი ფაქტიურად დასრულებულია და იმის მონტაჟის მომენტშიც მოსახლეობა იკრიბებოდა და ყველას ისეთი დადებითი ემოციები ჰქონდა რომ ეს უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს რო ენახა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და ეხა ოფიციალურად უკვე უნდა გავხსნათ ალბათ ამ კვირის ბოლოს არა უკვე გმირთა მემორიალი უკვე შესრულებული დამონტაჟებული უკვე გვინდა რომ ამ კვირის ბოლოს გავხსნათ და ძალიან ასე ვთქვათ დიდი პატო იქნება ჩვენთვის თუ ყველა გვესტუმრებით ამ ძეგლის გახსნაზე. აუცილებლად გესტუმრებით. და მეორე უკვე გიორგი ბრწყინვალის ძეგლის ასე ვთქვათ გახსნას ელოდება მთელი ქალაქი უკვე ეს არის ალბათ მომავალი თვის შუარიცხვების შემდეგ უკვე ისიც ასე ვთქვათ გაიხსნება და ესეც უკვე იქნება მთლიანად რაღაც ის სურვილი რაც იყო მოსახლეობის შესრულებული არა მარტო მოსახლეობის ანუ ეს ყველას ერთობლივი შედეგი არის და აქ მე მგონი როგორც შემსრულებლები კმაყოფილები არიან ისე მოსახლეობაც კმაყოფილია და ისე სახელმწიფოებრივი ხედვაც ზუსტად ერთმანეთს ემთხვევა და ძალიან კარგი შედეგი არის რა ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევას მის გუნდთან ერთად და ყველას ვინც ამაში დაგვეხმარა მადლობა დიდი მადლობა ბატონ შალვა დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო მოხელის კუთხით არსებული რეალობის ხედვა. ახალციხე ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, ახალციხეა, თავისი ასე ვთქვათ, სახელწოდებიდანაც გამომდინარე და აი ამ ახალციხეში საქართველო ბრუნდება კიდევ ერთხელ ჯერ გმირები შებძანდნენ ამ ქალაქში და მერე მეფე შებძანდება ცოტა ხანში და აი ესეთი სიმბოლური მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის აი ეს რეგიონი რომელიც პრინციპში სასაზღვრო რეგიონია ძლიერდება აი ამ ძეგლების დადგმით და ძეგლის დადგმა არის დაფიქსირება ეროვნული პოლიტიკური სამხედველობის და ამისთვის დიდი მადლობა ბატონ შალვას ბატონ ბესოს გუბერნატორს და მთელს ადმინისტრაციას ბატონ ზაზა მელიქიძეს და ახალციხის მერს და მთელ იმ გუნდს რომელიც აი მართლა გულანთებით იყო ჩართული და მოწადინებული რომ ეს ძეგლები განხორციელებულიყო სხვა შორის ხშირად ავტორები იჩაგრებიან და მინდა აღნიშნო რომ ბატონი ზეზვა ქურდიანი არის ავტორი გმირების მემორიალის და ბატონი კახაბერ არუნაშვილი არის ავტორი გიორგი ბრწყინვალის ძეგლის ის ახლა აქ რო არის ცოტა ნერვიულობ იმიტომ რომ მოსასწრები აქვს ის ძეგლი და მაგრამ აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია მისი და დიდი მადლობა ბატონ ლევასაც დიდი მადლობა მინდა უთხრა ეგ მოპირკეთების და ისეთ საკითხებში რო გვეხმარება და გვერდში გვიდგას ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად ისე ოპერატიულად და ისე დაგვიდგა გვერდში რომ ნამდვილად სანაკებოა და მადლობა თქვენ ამისთვის. სულ ეს იყო პრინციპში და გახსნაზე გელოდებით ყველას დიდი მადლობა. ანუ დაპატიჟება მიღებულია ბატონებო ყველანი ახალციხეში ჩვენ შეგატყობინებთ კიდე როდესაც გაიხსნება ეს ძეგლები. დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა მოშალვა. ეხლა ჩვენი მეგობრები მოძანდებიან.
ბატონოლაზე დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც